გიბრუნდებით მეორე ნაწილით მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ უკვე aspect ratio-ებზე და გამოვიყენებთ ცოტა მათემატიკასაც, როგორც მარჯვენა მხარეს ხედავთ, ესე ვთქვა, აი ამ შიტის ფურცლის. კაი, რეზოლუციები წინა ვიდეოში საკმაოდ კარგად ამოვუწურეთ და ვისაუბრეთ, ამიტომ გადავედით ახლა aspect ratio-ზე და ვთქვათ რა არის ეს aspect ratio. აქ წერია პატარა განმარტება, პიქსელების ჰორიზონტალური თანაფარდობა ვერტიკალურთან და რაც სრულიად სიმართლეა, რაც წერია, ანუ რო გვაქვს ჩვენ რაღაცა ეკრანი, მას აქვს რაღაცა, ხო, x ღერძი, ანუ სიგრძე და რაღაცა y ღერძი, სიმაღლე აი ამ პიქსელების რაოდენობისა და აი ამ პიქსელების დამოკიდებულება ერთმანეთთან, ანუ რამდენჯერ მეტია, ან რამდენჯერ ნაკლებია x-ი y-ზე, აი ეგ არის aspect ratio, თანაფარდობა. ხო, ანუ ერთხელაც უცებ შევაჯამოთ, რამდენი არის ის თანაფარდობა, რა თანაბართობითაც x-ი მეტია ან ნაკლებია y-ზე, ანუ ჰორიზონტალური პიქსელების რაოდენობა, y-ი, ანუ ვერტიკალური პიქსელების რაოდენობაზე. აქ გვაქვს რამდენიმე მაგალითი, მაგალითად 1, 1-თან, 1, 2-თან, 3, 4-თან, 4, 3-თან, 9, 16-თან, 16, 9-თან, 21, 9-თან. მოკლედ, ბევრი aspect ratio გვაქვს და მოდი ახლა ვნახოთ ეს რას ნიშნავს. აი დავიწყოთ 1, 1-თან. ანუ ეს არის კვადრატი, ჰორიზონტალურად, ანუ პირველი რიცხვი ყოველთვის არის x-ი და ჰორიზონტალური პიქსელების რაოდენობაა და მეორე არის y-ი ვერტიკალური 1-1-თან, ანუ კვადრატი 100 პიქსელი 100 პიქსელზე მაგალითად. აი 1-2-თან იქნება 100 პიქსელი 200 პიქსელზე, 3-4-თან 300-400-ზე, 4-3-თან 400-300-ზე და ასე შემდეგ. მაგრამ თავარი aspect ratio-s მუღამი, ესე ვთქვათ, ის არის, რომ გამოვსახოთ აი ეს პატარა ციფრებით და არ ვწეროთ 400x 300 პიქსელი და ასე შემდეგ. აქ რო გვიწერია ჩვენ 1-1-თან და გვიწერია 100-100-ზე, აქ ჩვენ შეგვიძლია ჩავწეროთ 10000 10000-ზე, ანუ კონკრეტულად პიქსელების რაოდენობას რაც ჩავწერთ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თავარია რომ არ დავარღვიოთ თანაფარდობა, რომ x-ის პიქსელების რაოდენობა იგივე თანაფარდობით იყოს მეტი ნაკლები ან ტოლი y-ზე. აი მაგალითად 1-2-ზე რო არის და 100-200-ზე, ჩვენ აქ რო ჩავწეროთ მაგალითად 200, აქ უნდა იყოს 400 მერე, ხო? თავარია რომ არ დავარღვიოთ თანაფარდობა. და აქ ამიტომ რიცხვები მიწერია უკვე და x-ი ჩავკეტე. აი აქეთ ამ ხარეს უკვე აი ამ ტაბში x-ი მაქვს ჩაკეტილი. მაგალითად 3-4 რეზოლუციაზე, ანუ 300-400-იც რო იყოს, მე ავიღე და ეს x-ი 300 ავიღე 10 უბრალოდ. რიცხვი 10 ავიღე. დავანებოთ პიქსელებს თავი, ხო? უბრალოდ ავიღე რიცხვი 10. მე მინდა რომ დავადგინო 3-4-ზე aspect ratio-s პირობებში როგორი იქნება y-ის პიქსელების რაოდენობა, ან უბრალოდ y-ის რაოდენობა, ხო? ან აი ამ 4-ის. და თუ ვიცი რომ 3-4-ზე 300 არის 400-ზე, მაშინ 10-ზე რა იქნება, ხო? ამიტომ დათვლილი მაქვს და არის 13.3. ანუ 3-4-ზე 4 რამდენჯერაც მეტია 3-ზე, იმდენჯერ მეტია 13.3-იც 10-ზე. ანუ თავარი მუღამი, ანუ ეგ უნდა დაიჭიროთ aspect ratio-ს რა არის, რომ დაგანახოთ თანაფარდობა, რომელიც არ დაირღვევა რა, როგორც არ უნდა გაადიდო ან დააპატარაო ეს პიქსელების რაოდენობა, არ დაირღვევა. და აი აქ გვაქვს მათემატიკური ფორმულაც და აი ეს მინდა რომ ძალიან კარგად გაიგოთ. იმისთვის რომ მოცემული aspect ratio-სთვის ვიპოვოთ ნებისმიერ რეზოლუცია. ანუ როცა გვაძლევენ ჩვენ აი ამ aspect ratio-ებს 1-1-თან, 1-2-თან, 3-4-თან, 4-3-თან, აი ამათთვის რო ვიპოვოთ ნებისმიერი პიქსელების რაოდენობა, რამხელას ჩვენ გვინდა რა. და რა მაგალითად რაღაცა 10000 პიქსელი, 5000 პიქსელი, 50 პიქსელი, არა აქვს მნიშვნელობა, რამდენ პიქსელსაც გინდათ მოათავსებთ თქვენ x-ის მაგივრად და გაიგებთ მერე პიქსელების რაოდენობას. და აი ამისთვის არის ფორმულა fx-ი და fx-ი, ნუ ზოგადად თუ არიცით ფუნქციები ცოტა რთული გასაგები იქნება, მაგრამ მაინც მარტივად დავხსნი. მოკლედ ეს fx-ი, ანუ ჩვენ fx-ად უნდა ავიღოთ y. აი აქაც ვიწერე, სადაც fx-ი არის y. ანუ y რა, აი ეს მნიშვნელობა, ხო? აი ეს 1 რო წერია 2, 4, 3, 16, 9, 9, აი ეს რო წერია. აი ეს მნიშვნელობა უნდა ავიღოთ fx-ით და fx-ი ტოლია ფაქტორი და აი რა არის ფაქტორი. ფაქტორი გამოვლებული x-ზე და ეხლა რა არის ფაქტორი? ფაქტორი არის y-ის შეფარდება x-თან. ანუ 2-ის შეფარდება 1-თან, 4-ის შეფარდება 3-თან, 3-ის შეფარდება 4-თან და ასე შემდეგ. აი ეს რიცხვია ფაქტორი რა. როდესაც ჩვენ გვაქვს aspect ratio, აი ესენია aspect ratio-ები და არ შეგეშალოთ. aspect ratio შეფარდება, როცა გვაქვს y-ის x-თან, ანუ 16-ის 9-თან ამ შემთხვევაში 3-ის 4-თან, 4-ის 3-თან, 2-ის 1-თან. ხო, აი ამ შემთხვევაში აი ეგ არის ჩვენი ფაქტორი. და როდესაც მივიღებთ აი ამ რიცხვს, ფაქტორს გავამრავლებთ სასურველი x-ების რაოდენობაზე.
იქ ჩვენ ავიღებთ ხო რამდენი აი ხა თუ გვინდა რომ ჩვენ 9-16 გავაფართოვოთ რამდენ პიქსელზე ხო რამდენ ჩვენთვის სასურველ პიქსელებზე გავაფართოვოთ მაგალითად 10000-ზე ან 5000-ზე და იმაზე გავამრავლებთ მერე რა და რაც შეეხება მოცემული რეზოლუციისთვის მაგალითად 9000-600-ისთვის ან 2000-5000-ისთვის არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი თანაფარდობა პიქსელების რო გქონდეს პიქსელების და არა aspect ratio-ი ხო მაგალითად 2100-900 ან 5700-2300-ზე რო იყოს პიქსელების რაოდენობა ჩვენ მაგისთვის შეგვიძლია aspect ratio გავიგოთ და როგორ 1-ის შეფარდება y-ის შეფარდება x-თან ანუ 1 გაყოფილი 1600-900-ზე 1 გაყოფილი როგორი მაგალითიც თქვით რომ 5300-400-ზე და ასე შემდეგ ან ნებისმიერ რაოდენობაზე პიქსელებისა და მათ შეფარდებაზე აი ასე დავთვლით ჩვენ aspect ratio-ს ნებისმიერი რეზოლუციიდან ეხლა მგონი რთულად ავხსენი და მოდი მაგალითებიც მაქვს მე აქ და მაგალითსაც განახებთ სადაც უფრო მარტივად არის ახსნილი ყველაფერი აი პირველი შემთხვევა როცა გვაქვს aspect ratio კონკრეტული აი მაგალითად სხვა რიცხვები არის ხო 8-6-ზე გვაქვს aspect ratio და ჩვენ აი ამ aspect ratio-სთვის გვინდა გავიგოთ ნებისმიერი პიქსელების რაოდენობა რა და მე გადავწყვიტე რომ ეხა მე მინდა ამ მოცემულ მომენტში 10 პიქსელისთვის გავიგო ანუ მე როცა მექნება x-ი ჩემი სიგრძე ეკრანის 10 ანუ რეზოლუცია x-ი მექნება 10 y-ი რამდენი იქნება აი ამ aspect ratio-ზე როგორც ვიცით პირველი რაც უნდა გავაკეთოთ უნდა შევაფარდოთ y-ი x-თან y-ი შევაფარდოთ x-თან ანუ 6 გავყავი 8-ზე და მივიღე 0.75 ეს არის ფაქტორი რასაც ქვია და შემდეგ ჩავსვი ფორმულაში ხო ეს fx-ი ხო y-ია ანუ y-ი ტოლია 0.75 გამრავლებული x კოეფიციენტზე და მე ხო ეს x-ი ავირჩიე მე მინდა რომ მოვარგო ეს aspect ratio მაგალითად 10 პიქსელს ხო და ამიტომაც ავირჩიეთ სასურველი x-ი მაგალითად 10 და ჩავწერე ეგეთი ფუნქცია რომ y ანუ fx-ი ტოლია 0.75 გამრავლებული უკვე 10-ზე x-ზე კი არა x-ი ავირჩიე უკვე 10 და ამიტომ 10-ზე და მივიღე რომ ეს ჩემი fx-ი y არის 7.5 ამიტომ გამომივიდა რომ როცა მე სასურველ აი ამ კონკრეტულ aspect ratio-ზე მე ვიღებ სასურველ x მაგალითად 10 ამ შემთხვევაში y მექნება 7.5 და ეს ასე ჩანს ფიზიკურად რო შეხედოთ თქვენ ვიზუალურად რო შეხედოთ ეკრანს ასე იქნება სიგრძეზე თქვენთვის სასურველი არჩეული 10 პიქსელი ხოლო სიმაღლეზე გამოგივიდა 7.5 7.5 მივიღეთ ფორმულით ხო და ეს ფორმულა შედგა იქიდან რომ ჩვენ გვქონდა კონკრეტული aspect ratio აი ეს არის და ეს და ხო აქ ვიწერია ნოუთი რომ x-ის არჩევისას შეგიძლიათ აერჩიოთ ნებისმიერი რიცხვი რა თქმა უნდა ეხლა მე აქ 10-ს ჩავწერდი 257.5-ს 10000 თუ 250 არსებითი მნიშვნელობა არ ქონდა ერთადერთი შეიძლებოდა ის რომ აი ეს 0.75 გამრავლდებოდა მაგ რიცხვზე ეგ არის და ეგ რა და მივიღებდით სხვა რიცხვებს უკვე აი ესა ძალიან მნიშვნელოვანი რა და გესმოდეთ მინდა ეს რომ aspect ratio-ს კონვერტაცია შეძლოთ ნებისმიერ პიქსელების რაოდენობაში ეს ფორმულები უბრალოდ დავტოვე ანუ რაც წინა ფურცელზე იყო იგივე არის ესენი და ეხლა გადავიდეთ მეორე უფრო მარტივ მაგალითზე როცა გვაქვს ჩვენ კონკრეტული რეზოლუცია მაგალითად 1280 x720 რაღაცა რეზოლუცია მოგცეს კონკრეტული რეზოლუცია და გვეკითხებიან რომ ამისი aspect ratio რამდენი არის ამის რეგ დავადგინოთ როგორც ვთქვით 1-ის შეფარდება y-ი შეფარდებული x-თან y-ი შეფარდებული x-თან ამისთვის რა იქნება ხო ჩვენთვის რომ 720 არის y ღერძი ანუ სიმაღლე სიგანე ანუ პიქსელებისა ხოლო 1280 არის x-ი სიგრძე ამიტომ ამათი შეფარდება ხო 720 რო შევაფარდოთ 1280-თან ჩვენ მივიღებთ 0.56225 ეს დათვლილი მაქვს წინასწარ აი ამ რიცხვს შესაბამისად აი ამ რეზოლუციისთვის aspect ratio გვაქვს 1 შეფარდებული 0.56225-თან აი ეს აქ ხონდა ეს aspect ratio 8 შეფარდებული 6-თან 8-ის დამოკიდებულება 6-თან აქ გვაქვს 1-ის დამოკიდებულება 5-6-2-5-თან მაგრამ ეხლა ნახეთ საინტერესო ნოუთი მიწერია აქ რა ჩვენ შეიძლება შეგხვდეს აი ეს რეზოლუცია 16 ცხრის ფორმატითაც და რატომ არის იცით ჩვენ რო ეს ორივე რიცხვი 1-იც და 0.56225-იც რო გავამრავლოთ 16-ზე მივიღებთ 16.9 aspect ratio-ს რა. ანუ ეს 16.9 არის ზოგადად aspect ratio სტანდარტი. და 1280-720-იც ერგება აი ამ სტანდარტს რა, ანუ 16.9 არის. ეხლა ჩვენ 16.9
რომ შევამციროთ თანაბრად 16 ჯერ რომ დავაპატარაოთ, აი ამ რიცხვს მივიღებთ რა, რაც მე ამოვხსენი აქ შეფარდებული დამოკიდებულება 1.05625-თან. ანუ ეს მინდა რომ მათემატიკურად გესვავდეთ. კარგად რომ კი ბატონო ეს 16 სტანდარტია და 1287-ზე გვაძლევს აი ამ სტანდარტ 16-ს, მაგრამ ჩვენ რა ქონდა 1350-ზე ან 1400-400-ზე უბრალოდ ხო? ან პირიქით რა თქონდა დაბალი რიცხვი 200-750-ზე ხო? ანუ ეგ რო გაგიგოთ მაგისი aspect ratio აუცილებლად ეს უნდა დაგეთვალათ. ხოლო უბრალოდ ამ შემთხვევაში ეს სტანდარტში ჯდება რა. იმედია გასაგები იყო ყველაფერი რაც ახსენი. მოდი ახლა პატარა რიქებს გავაკეთებ. ანუ aspect ratio არის ჩვენი კონკრეტული დალუქული, რომელიც არ იცვლება დამოკიდებულება x და y ღერძებისა ჩვენს ეკრანებზე, ნებისმიერ ეკრანზე. და გვაქვს ამ შემთხვევაში 8x გქონდა არის 16.94334 აი უამრავია ხო? ამას ვხვდებით ტელეფონში კამერას რო ჩავრთავთ ზევით აწერია იქ თანაფარდობა, ტელევიზორის, ტელეფონის, ყველანაირ ეკრანზე გვაქვს ეს aspect ratio ანუ შეფარდება და უკლედ ყველგან ძალიან საჭიროა რა და როცა გვინდა ჩვენ რო ნებისმიერი ჩვენთვის სასურველი მაღალი პიქსელების რაოდენობა ან დაბალი პიქსელების რაოდენობა მოვარგოთ კონკრეტულად aspect ratio-ს ვაკეთებთ აი ამ გამოთვლებს რაც აქ წერია, ანუ y-ს ვაფარდებთ x-თან, ვიღებთ ამ რიცხვს უკვე ვამრავლებთ ჩვენთვის სასურველი პიქსელების რაოდენობაზე და როდესაც ავირჩევთ აი ამ ჩვენი სასურველი პიქსელების რაოდენობას მაგალითად 10-ს, გამოგვივა აი ეს რიცხვები და ნებისმიერ სასაც თქვენ ჩასვავთ რა. ეგეთი ამბავი არის. და რაც შეეხება აქეთ კიდევ უფრო მარტივია ამ შემთხვევაში, როცა კონკრეტული რეზოლუცია გვაქვს და aspect ratio-ს გაგება გვინდა, ანუ უბრალოდ პირდაპირ მის y მნიშვნელობას გავყოფთ x-ის მნიშვნელობაზე და რასაც მივიღებთ, ეგ იქნება ჩვენი y-ის aspect ratio-ს რიცხვი, როგორც აი ეს 6 იყო და 1-თან შევაფარდებთ მაგას. ეგ არის და ეგ რას. იმედია საკმაოდ მარტივად ავხსენი. თუ რამეს ვერ გაიგებთ, კომენტარებში დაწერეთ და ვეცდები რომ კიდევ უფრო მარტივად აგიხსნათ იქ. გამოყენებებს რაც შეეხება, ანუ მინდა რომ ორ ნაწილში მორჩიეს ვიდეო, part 1 იყო იმენა რეზოლუციებზე და ეს არის უკვე aspect ratio-ები და მოდი გამოყენებებზეც ვისაუბროთ, ანუ რა შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ რა. აი კონკრეტულად აი ეს მაგალითი, როცა aspect ratio ვიცით. აი მაგალითად გვეუბნებიან რომ რომელიმე სოციალური ქსელის ბანერის aspect ratio უნდა იყოს 4:3-თან ან უნდა იყოს 16:9-თან ან რაღაცა არასტანდარტული ელება მოგცენ ხო? 10:7-თან ან რაღაცა მსგავსი რეზოლუცია მოგცენ. ჩვენ რო გვინდა რომ მაღალი ხარისხით ავტვირთოთ ეს სურათი იქ მაგალითად ან cover-ზე ან სადმე, ჩვენ უკვე გვეცოდინება რომ აი ეს aspect ratio აქვს იმ სოციალურ ქსელს თუ რაღაცა ადგილს სადაც ჩვენ ამ ფოტოს ვტვირთავთ და ჩვენ შეგვიძლია რომ მაღალი ხარისხისთვის აი ეს x-ი, ანუ ჩვენთვის სასურველი x-ების რაოდენობა ძალიან ბევრი ჩავწეროთ მაღალი ხარისხის. მაგალითად ჩავწეროთ 10000 პიქსელი. ნუ 10000 ძალიან ბევრია, მაგრამ პირობითად ვთქვათ რომ 10000 ჩავწერეთ. ჩვენ იქ ჩავწერთ 10000 პიქსელს. ფორმულაში მივიღებთ რომ ფორმულაში როცა უკვე ყველაფერს გამოვთვლით, მივიღებთ რომ ჩვენ გვაქვს x-ზე 10000 პიქსელი, ხოლო y-ზე გვაქვს 7500 პიქსელი. ნუ ეხლა ეს ადვილია ხო 10.5-ზე იგივე რაც 10000-7500-ზე ხო? და ჩვენ რო უკვე იმ სოციალურ ქსელში თუ სადაც იქნება ავტვირთავთ აი ამ ფოტოს 10000-7500 პიქსელი რაოდენობით, ძალიან მაღალი ხარისხის სურათი აიტვირთება იქ ხო? იმიტომ რომ და არაფერი არ ჩამოეჭრება, რაც თავარია, იმიტომ რომ ჩვენ დავიცავით მისი თანაფარდობა, არაფერი არ ჩამოეჭრა. სრულად შევქმნით ის სურათი და ამოვხსენით. ხოლო არის ხოლმე კიდე кейსები, რომ ისევ სოციალურ ქსელებში ან სადმე YouTube-ზეც მაგალითად რომ გაძლევენ რომ აი მაგალითად ეხა რიცხვები არ მახსოვს, მაგრამ რო გითხრან რომ 1730x 1000 პიქსელზე მაღალს ვერ ატვირთავ იქ ვერაფერს. რო არ ჩამოეჭრა რაღაცა ეგეთი რა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რომ ამისი aspect ratio გამოვთვალოთ, აი ამ იმათი მოცემული რიცხვების aspect ratio გამოვთვალოთ, მერე ჩვენ ეს გადავაკონვერტიროთ აი ესე როგორც აქ ჩვენ ამოვხსენით და ჩვენ რო უკვე გვაქვს aspect ratio 1 შეფარდებული რაღაცა 0 რაღაცა, რასაც ჩვენ მივიღებთ იქ აი ამ რიცხვს. ჩვენ უკვე შეგვიძლია რომ აი ამ სტეპზე გადმოვიდეთ ისევ, ანუ ამ სტეპში ხო ჩვენ მივიღეთ აი ეს ხო გამოვთვალეთ ესეთი არა და ესეც რომ გამოთვლით უკვე თქვენთვის სასურველ მაღალ პიქსელების რაოდენობას ჩაწერთ და ეგ იქნება და ეგ რა ძალიან პრაქტიკული და ძალიან საჭირო რაღაცა არის. სულ ეს იყო, რაიმე კითხვები თუ გექნებათ და რამეს თუ ვერ გაიგებთ, აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში, იმიტომ რომ ჩემი მიზანია რომ ამითი გაგებინოს ზოგადად როგორ მუშაობს ეს aspect ratio-ები და მაგათი დამოკიდებულება მათემატიკური როგორია რა. დაგემშვიდობებით და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.